რამე არ ესმის ხალხს ჩემი გადმოსახედიდან რა ბიტკოინი არ არის რაღაც ორ დღეში შექმნილი პროექტი. ანუ ბიტკოინი იქნებოდა რეალურად 40 წლის მანძილზე ფაქტობრივად. 70-იანი წლებიდან დაწყებული 2009-მდე. ანუ 40 წელი იქნებოდა ბიტკოინი, მაგას უნდა თავისი ეტაპები. 1993 წელს იყო digital cash. იქამდე იყო public-ის იდენტიფიკაცია, როგორ მოხდა, იყო ბიზანტიის ხაფანგი იყო მერე. მაგის მერე იყო ისინი e-cash-ი იყო 89 და 98 წელში. პლუს ის იყო манифესტი რო გამოვიდა კრიპტოანარქისტ манифესტი გამოვიდა 1998 წელს. წარმოიდგინეთ ტიპები რაზე ბაზრობდნენ 88, 99 და 90 წელში. ჩვენ აქ იმაზე რა პურის რიგში ვიდექით მაგ პერიოდში ეს ვისაუბრეთ. 97 წელს იყო ნიკ საბომ როცა იმასნა დაწერა საბოლოოდან. ადამ ბეკი ცოცხალი ლეგენდა საერთო ჯამში რომელთანაც შეაგლა ხოლმე. კარგი გადაკვეთა და ძალიან ცოტა ისეთი ტიპია სასაუბრო, მაგრამ ძალიან კაი ტიპია რა. ბიტგოლდი იყო მე პირველი 98 წელს. მერე იყო B-Money 98 წელსვე, ოღონდ უკვე იაპონელი ტიპის მიერ იყო შექმნილი, ანუ მაგაზე არავინ არ ბაზრობს ხოლმე, რატო არ ვიცი. BitTorrent იყო 2001 წელს უკვე peer to peer network-ები. ქსელიაც იყო რა, ხელნახედი. ეხლა რაც გვაქიდია. ეს კონცეფციები ხო მანამდე ჩამოყალიბდა. ეს ყველა კონცეფცია ესე რაც ჩამოყალიბდა, აბა დააკვირდი და დაფიქრდით, ანუ ეს ყველა კონცეფცია არის მოთავსებული ბიტკოინში.